მირიამ ფოფხაძე ჩაგვერთვება ახლა ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი და მასთან ერთად გავივლით დეტალებს რა ხდება სინამდვილეში ამერიკულ ქართულ ურთიერთობებში, რომლიდანაც ივანიშვილი ხსნას მოელოდა, მაგრამ დღეს საზა შაჩერიშვილის წერილი დააწერინეს და გაავრცელეს, რომ ტრამპი მარცხდება Deep State-თან. მოდით, უფრო პოლიტიკური აქცენტები გავშიფროთ, რა გზავნილი მოვიდა შეერთებული შტატებიდან სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განცხადებას თუ დავაქვთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნათელია ხო, რასაც ველოდით ის ხდება ქართულმა ოცნებამ ამ გარკვეული ბოლო 3 თვის განმავლობაში შექმნა ის განცდა, რომ დაველოდოთ ტრამპს, მის ადმინისტრაციის მოსვლას და ჩვენ აუცილებლად ჟარგონს გამოვიყენებთ, ჩვენ მასთან დავალაგებთ ურთიერთობას, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ის, რასაც ველოდით, რასაც მთელი თავისუფალი სამყარო ელოდა ტრამპის ადმინისტრაციისგან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გვერდით უდგას თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს და ის აუცილებლად დაიცავს დემოკრატიას. შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას რაღაც ეს დემოკრატიაზე ხშირად არ საუბრობდეს, დაუშვათ როგორც მაგალითად ბაიდენის ადმინისტრაცია და ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ერთ-ერთი სტრატეგიის მთავარი კომპონენტი იყო დემოკრატიისათვის ბრძოლა და მსოფლიო იყო დაყოფილი დემოკრატიასა და ავტოკრატიებს შორის. ჩვენ ეს მომენტი ამ ადმინისტრაციას არ აქვს, მაგრამ ჩვენ დავინახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რომ პოზიცია საქართველოს მიმართ არ შეცვლა და ისინი გააგრძელებენ იმ ურთიერთობას, იმ დამოკიდებულებას, რაც მანამდე არსებობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ეს დამოკიდებულება ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან უფრო გამკაცდება და ჩვენ უფრო მეტ სანქციებს, უფრო კაც დამოკიდებულებას უნდა ველოდოთ. კი ბატონო, აქვე დაგვეწია ჰელსინკის კომისიის განცხადება, გვაშფოთებს ოცნების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტი ჩინეთს გადასცესო. ეს არის ხაზი, რომელზეც დგას დღეს შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, ხომ? შესაბამისად, აქ პირდაპირ ეჯახება ივანიშვილის ინტერესი და პოლიტიკა ახალი ადმინისტრაციის ინტერესს. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს ამ კონკრეტულ სიტუაციაში ნამდვილად არ გაუმართლა. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა კონტექსტს. დღევანდელი ადმინისტრაციისათვის, ტრამპის ადმინისტრაციისათვის საერთაშორისო პორტებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რამდენიმე კვირის წინ მოგეხსენებათ ამერიკის სენატში წარდგენილი იქნა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ამერიკის საკანონმდებლო ორგანო, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს და სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს გამოიკვლიოს ჩინური გავლენები საერთაშორისო პორტებში. თუ მოახდინოს მათ იდენტიფიკაცია და შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკა, რაცაც წინ აღუდგეს ჩინეთის საზღვაო ექსპანსიას. და აი ამ კომპონენტში უკვე ანაკლიის პორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით თავის დროზე ეს პომპეომაც გააკეთა განცხადება და მოუწოდა მაშინდელ ადმინისტრაციას, რომ ის ჩინელებისთვის არ გადაეცათ. ეხლა ეს დამოკიდებულება ამერიკასა და ჩინეთს შორის, რა თქმა უნდა, მძაფრდება. თეთრმა სახლმა ასევე გენმშენებლობის ოფისიც კი განათავსათ ერთ სახლში და მონიტორინგს გაუკეთებენ გენმშენებლობას, ანუ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამერიკასა და ჩინეთს შორის იქნება საზღვაო დაპირისპირება და აი ეს პორტების კომპონენტი აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვნად შემოდის და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება ძალიან მკაცრი პოზიცია და ჩამოყალიბებული პოზიცია ამ პორტთან დაკავშირებით. ეხლა თუ მაგალითად ჩვენ ეგრეთ წოდებული ამ პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეგრეთ წოდებული შუა კორიდორისთვის. რაც ომი დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის, ეს სავაჭრო გზები რუსეთიდან გადმოინაცვლა შუა კორიდორში და ეს თვითმფრინავ იზრდება და იზრდება. ეხლა რაც არ უნდა როგორც არის შეთანხმება მოხდეს რუსეთსა და დაუშვათ ამერიკას შორის ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, ეს ეკონომიკური კავშირები გაწყვეტილია და დიდხანს კიდე გაწყვეტილი დარჩება. ამიტომ მთელი ზეწოლა გადმოვა ეგრეთ წოდებულ შუა კორიდორზე. ჩვენ თუ მაგალითად მოხდა ასევე ეს კონფლიქტი მოხდა ჩინეთსა და ამერიკას შორის, უკვე ანაკლიის პორტის და ამ შუა კორიდორის მნიშვნელობა ჩინეთთვის უფრო და უფრო იზრდება, იმიტომ რომ ის უფრო დამოკიდებული გახდება უკვე ეგრეთ წოდებული ლენდ სავაჭრო გზებზე, ანუ საკონტინენტო სავაჭრო გზებზე და აი აქ უკვე ანაკლიის პორტის მნიშვნელობა კიდევ და კიდევ იზრდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკას მკაცრი პოზიცია იქნება და ისინი ამ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგავენ
ამ ანაკრისპორთან დაკავშირებით. კი ბატონო, დიპლომატიის სვლები უნდა ვიკითხო ახლა. მოხდა შეერთებული შტატების ელჩის შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან. იყო განცხადება ამის შემდგომ, რომ მათ გადასცეს ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადადგას ივანიშვილის რეჟიმმა იმისთვის, რომ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე დაიწყოს ფიქრი. კი არ გაუმჯობესდეს და კი არ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ცალსახად, რაც გააფუჭა ივანიშვილმა თავის ნაბიჯებით, არამედ ფიქრი დაიწყოს გაუმჯობესებაზე. ეს კონკრეტული ნაბიჯები უკვე შეიძლება ითქვას გადათარგმნილია გუშინდელ განცხადებაში. რეპრესიები და ციხეში ჩასმა არ არის დემოკრატია და ცენზურა არ არის დემოკრატია. ეს ანუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, იქ საუბარი იყო ასევე ელექტორალური მიზნების ელექტორალური არჩევანის გათვალისწინებაზეც, ხო? შესაბამისად, აქ საუბარია როგორც არჩევნებზე, ასევე პოლიტპატიმრებზე. ეს არის დიდი ალბათობით ნაბიჯების სია, რომელიც ჩამოეთვალა და განემარტა ივანიშვილს. ეს პირდაპირ არ უთქვამთ საელჩოს ცნობისთვის, მაგრამ ივარაუდება ყოველ შემთხვევაში. თქვენ გრჩებათ თუ არა ასეთი შთაბეჭდილება და გაფიქრებინებთ თუ არა რამე, რომ ივანიშვილი დათმობას, რამე ამ ტიპის ნაბიჯის გადადგმას აპირებს? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს დღევანდელი ივანიშვილის ხელისუფლება ყოველთვის აკეთებდა და აკეთებს იმის საწინააღმდეგოს, რასაც დასავლეთში ეუბნებიან. ეხლა დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ხდება დღეს საქართველოში ავტოკრატია აღარა, დღეს საქართველოში ხდება დიქტატურის კონსოლიდაცია. და ზუსტად დარწმუნებული ვარ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იყო ის მესეჯები, რომ უნდა მომხდარიყო პირიქით ამ ადამიანების ტყვეების განთავისუფლება, უნდა დანიშნულიყო ახალი არჩევნები და სახელმწიფო და ქვეყანა უნდა ჩამდგარიყო კონსტიტუციურ ჩარჩოებში. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავგავიწყოს, რომ დღეს გადაწყვეტილებები თბილისში არ მიიღება. დღეს გადაწყვეტილებები მიიღება მოსკოვში და მოსკოვი განსაზღვროს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელისუფლება რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც იქნება დემოკრატიასთან დაკავშირებით და რაღაც არ შეეცდება, რომ დასავლეთთან დაათმოს ურთიერთობები. ამიტომ ჩვენ არაფერს კარგს არ უნდა ველოდოთ დღევანდელი ხელისუფლებისგან ამ მიმართულებით.